აგერა სისხლით აქცევი, აგერა ნაბრძოლი მოედანი და მიცვალებული იყო ასე სიგრძეზე პირქე როსტინიაზე და შარფით ვითომ ჩამოხრჩებული. 100 კილოვანი ხარი. 55 წლის თინათინ მანძელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოხრჩვალ ინახეს. მეზობლების ინფორმაციით ის სახლში მარტო ცხოვრობდა და სავარაუდოდ დააყაჩაღეს. ამის თქმის საფუძვლად სოფელ ზეღდულეთში გვამზე აღნიშნულ ძალადობის ნიშნებს ასახელებენ. ბიძაშვილი ყავს აქ ამ განსვენებელს და იმას დაურეკეს, რომ ახედეო ჯიმში რაღაცა რეკამთო და არ იღებს ტელეფონს, ამოვიდნენ და ეს ამბავი დაეხვდათ. ესე იგი ბიძაშვილი და ბიძაშვილის მეუღლე ამ განსვენებელს. რომელი საათი იქნება დაახლოებით? დილით 7 საათი. დილით. საღამოთი დაურეკიათ და მეზობლის ქალიჩვიდა და ღამე ვეღარავინ მოვიდნენ და დილით ადრე უკვე 7 საათზე გაიგეს რა რომ მოვიდა. დილით 7 საათზე გაიგეს. დილით რის ნახევარზე დამირეკეს რუსეთში, რომ სასწრაფოდ ჩამოვიდეს სახში, რომ მეუღლეა ჩემი ძალიან ცუდად. ჩამოვედით საღამოს 8 საათზე, 6 საათზე უბრალოდ ვიყავი მე უკვე სახში და რომ მოვედი უკვე მეუღლე წაყვანილი ყავდათ ექსპერტიზაზე გორში და ისევე უკან ამოყვანილი და იყო ზვესკად მოკლული ადამიანი ცემაში და რაც შეიძლება როცა ალბათ ეგ ამბავი იყო სახში მეუღლის გარდა არავინ არ იყო ბავშვები თბილისში ცხოვრობენ. გარდაცვლილი სახლობლები და ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ ის ნაწამები და შემდეგ მოკლულია. თინათინ მანძელაშვილის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება, მათ შორის თავის არეშიც. მისი მეუღლე რეალური მიზეზების გარკვევის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს. მე კიდევ ემზადები, რომ ორმხრივი რეზულტატი მეჭიროს ხელში. ვინცობა ერთმა რომ რაღაცა არასწორად გააკეთოს, მეორემ რომ ისევე დაუმტკიცოს, დაუდასტუროს ან უარით, ან თანხმობით. რა მოხდება არ ვიცი. მე ერთი ის ვიცი რომ თუ ვიღაცას რაღაცის ინტერესი ჰქონდა და ვიღაც ამ საქმეში მართლა ჩარეულია, მე თუ მაგალითად ვერ შევძელი ამოდენა ხალხი და ამოდენა მთელი საქართველოს რაიონი მე მგონი არავინ ამას არ აპატიებს. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს რომ მოკლული არის. ვარიანტი არაიო თვითონ რაღაცა გაკეთე. თვითკვლელობა არ აგვიერავს რა ერთი თვით. არც ერთ მეზობელს არ ეჭერს. ისეთი მწრები არ აყავდა რომ ვიღაცას ხელი დავადოთ და ახლა შეიძლება ვიღაცასთან ნამდვილად იყო რაღაცა, მაგრამ მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს. მანძელაშვილები ექსკუმაციაზე უარს აცხადებენ და სამართალდამცავებს დროულ რეაგირებას თხოვენ. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ამ კითხვაზე პასუხები უახლოეს მომავალში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.